გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ილონ მასკის მიერ წინა საარჩევნოდ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის მხარდაჭერა დაგმო. აქ მთავარი ისაა, რომ ბატონმა მასკმა მხარი დაუჭირა ნაწილობრივ მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიას და როგორც ხედავთ, ის ამ ქვეყანაში სხვა მიმართულებითაც მოქმედებს. ამ ქცევას არა მხოლოდ უარყოფთ, არამედ ვეწინააღმდეგებით კიდეც. ოლაფ შოლცს არ უსაუბრია ილონ მასკის მიერ პირადად მისი კრიტიკის შესახებ. კანცლერის თქმით, მას უფრო აწუხებს ამერიკელი მილიარდერის მცდელობები ჩაერიოს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში. ოლაფ შოლცმა აგრეთვე შეშფოთება გამოთქვა სოციალური მედიის ალგორითმებზე, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოქმედებს. მიჩვეული ვართ, რომ დიდი მედია კომპანიები სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ვერ თანხმდებიან. აქ ახალი არაფერია. რა თქმა უნდა, გაურკვეველია, როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი იმ ალგორითმებით, რომლებიც თავად ამ სტრუქტურის მიერაა ორგანიზებული. ილონ მასკმა პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის არაერთხელ დაუჭირა მხარი როგორც სოციალურ ქსელებში, ისე გერმანულ მედიაში, რის გამოც მას საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობას აბრალებენ.